მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი მადლიერებით, პატივისცემით, სიყვარულით. ხელს გიქნებთ ემიგრანტებო აქედან, ბედნიერიშობა ახალი წელი ყველას თვითონ თქვენთაგანს და რა ვიცი, სიკეთის, სიხარულის, ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც უკავშირს გამოხატავთ, მიუხედავად იმისა, მე ვარ თუ არა, მუდმივად თქვენთან ხაზზე ვიდეოებით, მაქვს ხოლმე გარკვეული ინტერვალები რამდენიმე დღიანი და ადამიანები მაინც ჩნდებით, ხო, თქვენი ემოციებით, ზოგი ლაიქით, ზოგი კომენტარით, ზოგი გამოწერით, ზოგი პატარ-პატარა დონაციით, ხო, მერწმუნეთ ის 5 ლარი და 3 ლარიც კი არხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ანუ თქვენ ამ რაღაც ძალიან მცირე შემოწირულობით, ასე ვთქვათ, ისევ თქვენივე გარემოს კომფორტს ახმართ ამას, ხო? მე ნამდვილად ახლა 2 ლარით და 3 ლარით პირადი სიტუაციისთვის ვერაფერს გავაკეთებ, მე მეთქე, ხო, ჯამში რაც არ უნდა მოკრობდეს, ყველაზე დიდი იყოს 50 ლარი თვის მანძილზე, ხო, ესეთი გადმორიცხვა, იმიტომ რომ იშვიათები არიან, მაგრამ ნუ ვინც ახართ, აი 1000 მაგათ დაგიბრუნოთ სამყარო თქვენს მიერ გაცემული თითოეული თეთრი არა მარტო ჩემს მიმართ, არამედ ზოგადად. პირადი კონსულტაციები განვაახლე, ალების ტარო მესენჯერი და რა ვიცი, ანგარიშის ნომერიც არხის აღწერაში მითითებული გახლავთ. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, ეს არის რა მოიჩქარის, ან მოიჩქარის 2025 წლის დასაწყისში, ანუ პირველ პერიოდში, ხო, უახლოეს პერიოდებში და ვნახოთ აბა პირველი, მეორე, მესამე და დავიწყოთ. რა ან ვინ მოიჩქარის? ვნახოთ ჯერ ვინმე სტუმრეთ, ვინ ბრძანდებით თავად თქვენ, ხო? რომ მიხვდეთ თქვენია თუ არა გაშლა. არც მეტი, არც ნაკლები, მაღალი არკანი და თან იეროფანტის არკანი. თან მეგობრებო, საინტერესო ის არის, რომ ძალიან განსხვავებული იეროფანტის არკანი აქვს ამ დასტას. ბიზონს არის პრაქტიკულად დატოლებული, ხო, შუბლით მიბჯენილი და ერთგვარად აი ამ შეხებით ენერგიას ძალას იღებს მისგან. რა არის ბიზონი? ვინც არ იცით, ყოველ შემთხვევაში გეტყვით, ვინც იცით, შეგახსენებთ, ზოგადად ისტორიულად, ხო, ძველ პერიოდებში განსაკუთრებით ცხოველებს ჰქონდათ ძალიან დიდი დატვირთვა სხვადასხვა მიმართულებით, ხო? ანუ ცხოველები ზოგი ტრანსპორტის საშუალება იყო, ზოგი კვების საშუალება იყო, ხო, ხორცი იძლეოდა, რძესი იძლეოდა და ასე შემდეგ. და ამერიკულ ძველ ტომებში ბიზონი ზუსტად ანალოგიურად კვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კვების წყარო იყო ხორცით, ხო? და უამრავი ლეგენდა არსებობს მასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ვარიაციით. ერთ-ერთი ლეგენდა არის ის, რომ ძალიან დიდი შიმშილობის დროს მამაკაცები, რომლებიც ჭობდნენ, რომ რა იქნათ გამოსავალი სადებოვად, გამოეცხადათ თეთრებში ჩაცმული ქალი, რომელმაც ერთგვარი ესეთი მილია ჩვენა, კანალ, как называют, დამაკავშირებელი, ხო, მილი ალბათ, ხო, სწორად ვამბობ, სამყაროსთან და უცებ გაუჩინარდა და მისი გაუჩინარებიდან ძალიან ცოტა ხანში მთელი არმია ბიზონების მოვიდა იმ ტერიტორიაზე და ანუ შიმშილობის ის პერიოდიც აი ამ ფორმით დასრულდა. არსებობს კიდევ ლეგენდა, ну, როგორ გადაარჩინა ერთ-ერთი ბავშვი და მე მისმენ, მოკლედ, ახლა მე მას რა ქვია, მითოლოგიებს და ისტორიებს არ მოგიყვებით, უბრალოდ გეტყვით, რომ ბიზონი ასოცირდება საერთოდ თვით ესა გადარჩენის, სიმტკიცის, ძალის სიმბოლოებთან. და ზუსტად ეს მომენტია აქ, ანუ თქვენ ვინ ხართ? თქვენ გაქვთ უდიდესი ძალა, უდიდესი ცოდნა, თვითნაბადი ცოდნა შეიძლება არა მარტო შეძენილი, როგორ გადაატანინოთ ადამიანებს გარკვეული სიტუაციები, როგორ გადაიტანოთ თავად თქვენ, ხო? რა სიღრმეებში შეიძლება შეხვიდეთ და რა სიმაღლეებიდან შეიძლება გახედოთ ამა თუ იმ სიტუაციას. კი,
კიდევ ვინ ბრძანდებით, აბა ვნახოთ ვინ ბრძანდებით. თასების პაჟი, ნუ ახლა ვინ არის თასების პაჟი? შეიძლება ახალგაზრდა ხართ ან უბერებელი ახალგაზრდა, ხო? ადამიანი, რომელიც საერთოდ სიკეთესთან ასოცირდება, შემოქმედებითობასთან ასოცირდება, ხო, ცოტა რომანტიულია, ცოტა მეოცნებია. არ ვიცი, პროფესიით შესაძლოა რაღაცა მსგავს სფეროებსაც უკავშირდებოდეთ, ხო, არ ვიცი, ან წერდეთ, ან ხატავდეთ, ან მსახიობი ბრძანდებოდეთ, ან უბრალოდ ძალიან რომანტიკული ბუნების ადამიანი იყოთ, ხო? აქ ძალიან საინტერესო არკანი, ერთი ხელით ქოლგა უკავია და მეორე ხელით წყლის ნიჟარიდან, ანუ ზღვის ნიჟარიდან მიირთმევს წყალს, ხო? და თან აქაც ზოგადად რომ დააკვირდეთ, ამ დასტის პრაქტიკულად ყველა არკანს ეს მოციმციმე წერტილები ახლავს, ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს სამყაროში გამოუვალი სიტუაცია, ხო, და ნებისმიერ მდგომარეობასა და გარემოებებში შესაძლოა ნათელი მხარეც ვიპოვოთ. ხო, ეს ძალიან ჭკვიანი ხართ თქვენ, ანუ ყოველთვის მზადყოფნაში ხართ ნებისმიერი სიტუაციისთვის, ხო, ნებისმიერი ამინდისთვის თქვენ ცხოვრებაში გაატანთ იმ მნიშვნელობით, რომ თქვათ და კიდევ ვინ ბრძანდებით, აბა ვნახოთ ვინ ბრძანდებით. კიდევ ერთი არკანითაც, აბა ვინ ბრძანდებით. მაგი. სხვათა შორის რომ დააკვირდეთ, ძალიან ბევრ არკანს ნათელმხილველის ტაროსთან ცოტა მსგავსება აქვს. იქაურ მაგსაც თუ გაიხსენებთ, იქ უბრალოდ ისეთი ლაბირინთებით რაღაცა უხილავი შუქით გადადის, ხო, ენერგიები. აქ ნახეთ როგორ არის აქ პეპლები, ასე ვთქვათ, ფოთლები და რას ნიშნავს? პეპლებია გაზაფხულთან ასოცირებული, ფოთლებია შემოდგომასთან ასოცირებული. მეგობრებო, კარგად დააკვირდით, რის თქმა მინდა. და გაშლილი ხელებით ხელისგული რა არის? ხო, ხელისგული არის ყველაზე გამტარი ტერიტორია. ანუ ყველაზე ისეთი ენერგეტიკულად დატვირთული სხეულის ნაწილი, ხო? ნახეთ, მედიტირებას ახდენს, რაღაც ჯადოქრობას, რაღაცა მანიპულაციას და ქვემოთ ვინწევს, ხო? რის წერიც გვაქვს ახლა. ანუ თუ გარკვეულ დასტებში მაგი პირდაპირ შემიძლია ვთქვა ხოლმე, რომ არ არის მანიპულატორი, აქ მანიპულატორია, უფრო მეტსაც გეტყვით, ცოტა მოჯადოქრო ტიპიც არის, რომელიც ფლობს გარკვეულ ძალებს, არა მარტო ცნობიერის, მაგი ხო ცნობიერის არკანია, თქვენ ცნობიერის გახლავთ ქრუმი ქარი, მაგრამ ეს სიღრმეებშიც მიდის, ანუ რაც მაღლა, ის იმდენი დაბლაგით. ისე რომ საკმაოდ ისეთი ადამიანი ხართ, კიც რომ იცით და კიც მაცურიც. კაი, ახლა მითხარით თქვენ. რა ენერგიებში ხართ ახლა, აი ამ მომენტში, ამ ეტაპისთვის, რა ხდება თქვენს თავს? ხო, რა ჩქარობთ, კაცო, გადავირიე. სად გეჩქარებათ ამნაირი კი, მაგრამ მაცადეთ ახლა. რა ენერგიებში ხართ? რა ენერგიებში ხართ? ეს რა თქმა უნდა. ხო, ნუ პრაქტიკულად თქვენი სიგნიფიკაციის არკანიც მოყვა ენერგიებს. კაი. ნუ ახლა ამ ბიზონზე და იეროფანზე იმდენი გესაუბრეთ, რომ ალბათ აღარ იყოს ხო გამახვილება. ერთადერთი შემიძლია გითხრათ ის, რომ ან ისეთ იმ პერიოდს გადიხართ, როცა თქვენ გაქვთ ეს საკუთარი თავის მიმართ გამოჩენილი სიმტკიცე, თვითგადარჩენის მომენტი და ძალების მოკრება, რომ ყველაფერს რაღაცა სხვანაირად შეხედოთ, ან სხვის ცხოვრებაში ასრულებთ ამ როლს. რაც შეეხება მეორე მაღალი არკანი მაქვს
მზის არკანი, ხო? მზის არკანი ძალიან საინტერესოა მეგობრებო, ამ დასტაში დააკვირდით, გოგონა, ისიც როგორც დასარტყამი ინსტრუმენტისთვის, ისია მზად, რომ ესე ზარებივით შემოჰკრას ამ დაბდაბს, ხო? და რაღაცა ძალიან ისეთი ამცნოს თავის გარშემო მყოფებს სამყაროს, მზე საერთოდ გამარჯვების, ხო? წინსვლის, სიხარულის ძალიან პოზიტიური არკანია და სოჭის თავდაჯერებას და ცოტა ამ პარტავნებაში გადასულ თავდაჯერებასაც გულისხმობს მზე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში როგორ ენერგიებში ხართ, იცით, თითქოს ერთი სული რო გაქვთ, რომ რაღაცა იზეიმოთ, რაღაცა გამარჯვება აღნიშნოთ, აი მე ეს შევძელი, აი რაღაცა ესეთი ამ ტიპის ენერგიები მოდის. ნუ შვიდიანი თასებით რა შემიძლია გითხრათ, ცოტა ილუზიებში ხართ, ცოტა მეოცნებე მომენტები გაქვთ, ცოტა დუალური ენერგიებიც გაქვთ, იმიტომ რომ ამ არკანში ეს აზიელი პერსონაჟი ისია გამოხატული, რომ მთლად ესე გარჩევა მამაკაცია, ქალია, ცოტა რთულია. ანუ შესაბამისად, ცოტა ორივე ენერგიები კარგად დაჯვართული ხართ ამ ეტაპისთვის. ნუ ცხრიანი კვერთხებით რა შემიძლია გითხრათ, რაღაცა გარკვეული ტიპის ჩიხებს კი ბატონო, ან იქმნით, ან გაქვთ, ხო? ყოველ შემთხვევაში, იცით როგორი მომენტი გაქვთ, აი სიხართ და უცდით რაღაცა სიტუაციას. ანუ ის მომენტი, რომ ახლა მე რაღაცა დავჭიქი და ვიტირე და ვივაიშვიში, არა. ცოტა როგორი მომენტი გაქვთ, იცით, აი საერთოდ ცხრიანი კვერთხები ხო ჯიუტი ადამიანთან რაღაცა თავდაცვასთან რაღაცა დახლასთან რაღაცა გადაქანცულობასთან ასოცირდება, მაგრამ აი თითქოს შინაგან ძალებს რო იკრებთ, ხო? თითქოს აი რაღაცა კი გაქვთ რაღაცა ის მომენტი, რომ აი და რა მოხდება, მაგრამ აი უფრო დასვენების მომენტი გაქვთ, რომ უფრო თამამად ავდგე და ეს ერთი კვერთხი ამოვიღე და დანარჩენებიც ესე მშვიდად ნელ-ნელა, რომ ძალიან არ გადავიქანცო, ხო? აი რაღაცა თავის გაფრთხილების მომენტი, ხო, ენერგიების დასოკვის მომენტი და ზუსტად ლოგიკური გაგრძელება ის, რომ პენტაკლების პაჟი და რა საინტერესო პენტაკლების პაჟი. შეხედეთ, ძალიან მინდა რომ ამ არკანს დააკვირდეთ, მეგობრებო. მზესუმზირა ზოგადად თქვენ ხომ იცით, რომ არ ცოცხლობს დიდხანს. ანუ ის რომ ახლა მოსავალზე ჩვენ ორიენტირი ავიღოთ, რომ აი ცხრიანი პენტაკლის, ამ ბოდიში პენტაკლების პაჟი, აი და ნუ რაღაცა სტაბილ არა. ჯერჯერ პენტაკლების პაჟი ზოგადად თქვენც იცით, რომ რაღაცა ახლის დასაწყისია, ხო, რაღაცა სწავლობდეთ, არ ვიცი, შესაძლოა რაღაცა ახალ პროფესიას ეუფლებოდეთ, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ხართ, აი გეგმა გაქვთ. შეხედეთ, როგორი გეგმა გაქვთ დახაზული. ეს შეიძლება დროებითია, მაგრამ იცით, რომ მზესუმზირის ყვავილს მზესუმზირა მოსდევს მერე და თუ მზესუმზირას გამოიყენებთ, უკვე ზეთი შეგიძლიათ აიღოთ, ზეთისგან საჭმელი დაამზადოთ და ასე, ხო, ახლა მე ისე გამომივიდა, ხორს მიუტან ჭაგარს, ღორი მომცემს ჭაგარს, ხო? ნუ მოკლედ დავწნაოთ ოქს და ბაწარს, ნუ მოკლედ დაახლოებით ასე გამომივიდა, მაგრამ რეალურად რაც არის არკანის მნიშვნელობა ამ დასტაში, იმას გიყურებით. კი ბატონო, და ვნახოთ ახლა მთავარი კითხვა. რას გვპირდება 2025 წლის პირველი პერიოდი, პირველ ვარიანტს? და ვნახოთ. აბა რას გვპირდება? ორი არკანი გამომყვა ერთად. ესე იგი, ეს იეროფანტის არკანი არ მშორდება. ეს სიბრძნის, ეს ძლიერების, ეს სიმტკიცის, ეს ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავლის პოვნა ყველა ვარიანტში რჩება თქვენთან. ნუ ახლა სამიანი თასებით მეგობრებო, ისეთი პერიოდი გვაქვს, რომ ქართველებს ხო იცით დაუსრულებელი ახალი წელი, დაუსრულებელი დღესასწაულები, ახლა გექნება თუ ახლოსი პერიოდი, სუფრები და მხიარულობები და წვეულებები და მოდი და სათხიგრძელოები და ცეკვა თამაშები, ასე ვთქვათ, ხო, როგორც ბაბუაჩები იყო და აი შემდეგი კიდევ რა გველოდება, კიდე ხო, რამდენიმე არკანი ამოვიღე და ბარემ ისე ერთნაირი, ხო, აი სიყვარული აშკარად გველოდებათ.
ცალსახად გელოდებათ მეგობრებო, სიყვარული აშკარად მოდის კვერთხების მეფე. აქ შევჩერდები ერთი წამით, ხო, მე თქვენთან სიგნიფიკაციაში ვისაუბრებ, მაგრამ დააკვირდით, აქ არჩევანის მომენტი არ არის მეგობრებო, აქ არ არის დილემა, აქ სუფთა სიყვარული ურთიერთგაგება, აი მართლა ისეთი ემოციურობა სასწაული თავისი მთელი ინტიმური შინაარსით და ემოციური ბმებით, ხო? ნუ რა არის კვერთხების მეფე? ამ კვერთხების მეფეს დააკვირდით, ცოტა არასტანდარტული მეფე ყავს, ლამპარი ზურგჩანთა და უკან დედამიწის რუქა, ხო? ანუ ემზადება ნებისმიერი სიხლის მისაღებად, ხო? სამოგზაუროდ კი ბატონო, პირდაპირ რომ წავიკითხოთ, სამოგზაუროდ, მაგრამ ანუ რას ნიშნავს გადატანითი მუშაობა? ხო, ნებისმიერ სიახლეს რომ მზად არის რომ შეხვდეს, ნებისმიერ ტერიტორიაზე ნახოს სათავისო სიტუაცია, ხო? არაშინებს ახალი პირიქით ცნობის მოყარეა, პირიქით, ხო, აი ქარიზმატულია, ნახეთ როგორი ვიზუალის მატარებელი ადამიანია, ყველაფერი რო გამოსდის, თავდაჯერებული, რომ იცის, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან მისი სახლი იქნება დაახლოებით ეს მომენტი, ხო? და სამყარო. აქ სხვათა შორის ძალიან საინტერესო არკანია, სანამ სამყარო ბოლო ერთი არკანი ცოტა ისეთი მაქვს, მაგრამ ამას გავარკვევ რატომ ერთი წამით. ჯერ აქ სამყარო, ხო, ნახეთ როგორი არკანია, 4-ვე კუთხით არის აბსოლუტურად სხვადასხვა ჯიშის ყვავილები. გოგონა წევს როგორი პოზით, ემბრიონის პოზით კი არა, აი თითქოს ცეკვავს, თითქოს რაღაცა თავისი ილეთით მესიჯს უგზავნის სამყაროს, ხო, და რას მიგვანიშნებს, ნახეთ, ჩვენ რომ რაღაცას, ანუ სულ ძიებაში ვართ, ხო, დავიბყარით ერთი ღვთის მწვერვალი და მერე კიდე გვინდა კიდე და ეს ციკლები არ მთავრდება, ხო? და ეს რაღაცა, ეს დრაივი, ექშენი თითქოს კი რატო არა კარგია, მაგრამ ეს რას მიგანიშნებს, ნახე, რომ დრო არ დაისვენო, აი იყო შენი მიღწეულით ბედნიერი, ანუ ის კი არა რომ კმაყოფილი დაჯერდე და შენ ფეხი აღარ გაატოკო და წინა ბიჭი აღარ გადადგა, არა, უბრალოდ რასაც მიაღწია ჯერ იმითი მიიღე სიამოვნება, დატკბი, ეს შეირგე და მერე გადატი ახალ საფეხურზე, მიხვდით? აი ხუთიანი ხმლები რატომ მოდის არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს ცოტა უსიამოვნო არკანია, თუმცა ხმლების მასტი ყველაზე რბილი ასე ვთქვათ, მნიშვნელობის არის ამ დასტაში. ნახეთ, თითქოს საკუთარ თავს იტოვებს უკან ადამიანი, შეხედეთ, მოწყენილს, დაღლილს, ტოვებს იქ წყალში, ნახეთ, თავის ემოციებში და თვითონ მოდის წინ, ყარად დგება მიწაზე, მოიმარჯვებს მშვილდისას და მზად არის, რომ თავდამსხმელს სწორად გაუსწორდეს. ანუ აბსოლუტურად სხვა მიდგომებია ამ დასტაში, მეგობრებო. ანუ უახლოეს პერიოდში თქვენი საკუთარი რაღაც გაურკვევლობებიდან თუ დეპრესიული მომენტებიდან თუ რამე იყო, რამაც თქვენ გული გადგინათ, გამოხვალთ აქედან და პირიქით ის კი არა რომ თქვენ დაგჩაგროთ, თქვენ იქეთ მიიტანთ იერიშს. ერთი წამით აქ ერთი სამარკას კიდე ამოვიღებ, რა ან ვინ მოდის თქვენს ცხოვრებაში, ნუ გითხრეს ვინც მოდის და რაც მოაქვს, მაგრამ კიდევ ეს ხუთიანის ხმლები მაინც მინდა დავაზუსტო რას ეხება და ვნახოთ აბა, აი ნახეთ, ზუსტად თქვი რაც კი ბატონო და კი ნახეთ რა საინტერესო პაზლი ეხება მეგობრებო. შეხედეთ, თქვენ პრაქტიკულად გაქვთ როგორც ჩანს თქვენი თვით ბლოკები, თვით შექმნილი ბარიერები, ანგელოზივით გოგონა იხედება წყალში და ხედავს შებოჭილ საკუთარ მეს. ამ დროს აბსოლუტურად თავისუფალია, ხელების თავისუფალი აქვს, თვალებზეც არაფერი აქვს აფარებული, მაგრამ თვითონ იქმნის ამ ილუზორულ ბარიერებს და ილუზორულ პრობლემებს, ხო? ვირტუოზია პრაქტიკულად დრამების. აი აქედან გამოხვალთ, ნახეთ და აღარ იქნებით იმ ჩაკეტილობებში და გახდებით, აი და აქ დაკიდებული მამაკაცი, მეგობრებო, ნახეთ რა საინტერესოა. ის კი არ არის რომ მე დამკიდეს ფეხი, არა, ფეხები, რა ის ფეხები დამკიდეს. იოგას აკეთებს გამწარებული, შეხედით, ისეთ პოზაშია, ხო? ანუ
წყალს ემოციებს გამოგცეულია ხმელეთს მყარად და თავით და ცოტახანში გადმოკოტრიალდება და აბსოლუტურად სხვა პოზაში მოგვივლინება, ხო? გეუბნებით ეს დასტარი აბსოლუტურად განსხვავებული. ანუ აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოჩნდებით. აი, ყველა პრობლემას მარტივად რო შეხედავთ, ხვდებით? აი, საერთოდ ცხოვრებას მარტივად უნდა უყუროთ. ბავშვებს რატო გამოსცეთ ყველაფერი უფრო იოლად? იმიტომ რომ ისინი ბევრს არ ფიქრობენ და მარტივად აკეთებენ რაღაცებს, ხო? შესაბამისად, აი ეს მომენტიც ძალიან ისე შვიდად გადაიკრის, ასე ვთქვათ, ხო, იმ ტრანსფორმაციის და აგერ ხართ ორიანი კვერთხებით. თქვენს წინაშე გაიშლება უამრავი შესაძლებლობა, მეგობრებო. აქ დააკვირდით ერთი შეხედვით თითქოს გლობუსია, ხო, ზემოთ. და რას შეიძლება ეს მიანიშნებდეს აი ამ ნათებაში, ის რომ მთელი ცხოვრება თქვენი სათამაშო მოედანია, თქვენი სასეირნო მოედანია, აგერ ველოსიპედიც აქვედებს, ხო? და თქვენ შეგიძლიათ და სხვათა შორის ჩანთაც აქვედებს. დაბლაგდია გარკვეული ასოთი, ხო? ეხლა ეს ასუშება ყოველს არ გადათამაშდეს, მაგრამ გოგონა მაინც ფიქრობს, რომ რა ვქნა, უყურე საით რომ მომხარეს წავიდე. კვერთხი უკავია ხელში და ფიქრობს საით. რეალურად ძალიან პრაქტიკულად მთელი სამყარო მის თავს არის და საითაც უნდა და როგორც უნდა, მაგრამ რაღაცას თითქოს მერყევს. აი, ამ ტრანსფორმაციიდან, აი ამ სიყვარულის ემოციების ზღვაში რაღაცა თითქოს მაინც მერყეობა და აი რა არკანები ამომირჩევით და ერთი წამით, განდეგილი და აი ამ მარტოობიდან, აი ამ რაღაცა გაურკვევ, თვით გამორკვევიდან, საკუთარ თავთან ანგარიშებიდან გამოხვალთ და Queen of Cups. თასების დედოფალი გახდებით უახლოეს პერიოდებში, ხო? მამაკაცები თუ მიყურებთ, გადააკეტავით თქვენ საკუთარ თავზე. საინტერესო პირველი ვარიანტი იყო. მადლობა პირველ ვარიანტს და ნახოთ მეორე ვარიანტი. და აბა ვნახოთ ვინ მომიბრძანდით. აბა ვინ ხართ? მეოცნებე, რომანტიკოსი, ორმაგი ენერგიებით დატვირთული ადამიანი, ხო? იმიტომ რომ ამ არკანში ეს პერსონაჟი, აზიელი პერსონაჟი გაურკვეველია, მამაკაცია თუ ქალბატონია და ეს მიზან მიმართულად არის ამ არკანში. ზუსტად იმიტომ რომ თქვენ ახლა ორმაგი ენერგიებს ფლობს, რაღაცა ილუზიებში ხართ, რაღაცა თქვენს ოცნებებში ხართ, თქვენს აბსტრაქციებში ხართ და მოკლედ ექვსიანი ხმლები, ხო? ექვსიანი ხმლები, მეგობრებო, საერთოდ თქვენ იცით, ხო, რომ ხმლების მასტში ზოგადად ხანუ კონფლიქტი და ასე ვთქვათ, ცოტა აგრესიული პასაჟები რომ ჭარბობს, გასაგებია, მაგრამ ექვსიანი ხმლები ცოტა განსხვავებულია. ანუ ნაკლები კონფლიქტის, ნაკლები, მithmetes ამ დასტაში კიდევ ნაკლები, ასე ვთქვათ, მტკივნეული მომენტების არკანია. ანუ როცა გადავწყვიტეთ, ხო, რომ რაღაცა უსიამოვნოს გავეცალოთ, რაღაცა ანუ ჩვენთვის არაკომფორტულ გარემოს დავემშვიდობოთ და წავიდეთ იქით, ხო, საითაც არის უფრო მეტი სინათლე, ხო, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, აი ჩვენთვის სასურველი გარემო, ხო? ანუ აი დავიღალე, ხო, რაღაცა პერიოდმა გადაიარა, მოვიშუშე იარები და ეხლა სტაბილურობა მჭირდება, ხო, რაღაცების დაცლება მჭირდება და დააკვირდით, ნახეთ. აი თითქოს რაღაცას აცილებს ადამიანი და თვითონ ეს ძალიან ბედნიერი აქეთ იხედება, ხო? მაგრამ სიგნიფიკატორთან მიმართებაში ანუ თქვენ ვინ ხართ? ვინ ხართ და ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს უკეთეს სიტუაციაში გადავიდეს, ხო, ეს იქნება სამსახურებრივი სფერო, პირადი არ აქვს მნიშვნელობა, ანუ უკეთესობისკენ იაროს, არ გაჩერდეს ერთ ადგილას და გქონდეს ახალი და ახალი მიზნები. ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ, აბა კიდევ ერთი არკანი თვინმე სტუმრეთ, მაგი. და
და თან ძალიან ისეთი მაგი, ხო შებერტყილი მაგი. ხო, ეგეთი ბატონი თუ ქალბატონი მიყურებთ ახლა, არც შეიძლება კოლეგაც ხართ, იმიტომ რომ ამ დასტაში მაგი უფრო მეტად ჯადოქრული, უფრო მეტად ჭინკური, ალქაჯური პერსონაჟია. ქვემოთ გვიმყარებს პოსტს წლევანდელი წლის წამყვანი პერსონაჟიც და მოკლედ ძალიან მხიარულებაა, ხო. რომ დააკვირდეთ, მეგობრებო, აქ მაგის თავზე არის შემოდგომაც, არის გასაფხულიც, დააკვირდით ფოთლები, პეპლები. ხო, რამდენიმე სეზონი, ხო, გაღვიძების და დაძინების პერიოდი, ასე ვთქვათ. მოკლედ, ძალიან ისეთი მოჩოტკილი ბრჭყალებში ადამიანი ხართ რა. კაი. რა ენერგიებში ხართ აბა ეხა ეგ მომიყევი? მაგი კი ხარ, მაგრამ ხა ჩემთან უნდა ისაუბრო. აბა მითხარი როგორ ხარ მეგობარო და რატო უყურებ ახლა დაროს? რა ხდება შენს თავს ხო? რაო, ბედის ბორბალმა რაო? აბა რა მოგიტანაო? ბედის ბორბალი საერთოდ ძალიან საინტერესო ბედის ბორბალი აქვს. შეხედეთ, მთები, წყალი, ბატეთის ტბას მაგონებს ხოთ შორის ეს არკანი რომ უყურებ ხოლმე და საათი. გვერდით? ну გარკვეულ საათის იმიტაცია ხო გარკვეული რაღაც ნიშნულებით. რა ენერგიებში ხართ? რაღაცა შესაძლებლობას უცდით, რაღაცა შანსს იღებთ პრაქტიკულად ცხოვრებიდან. აი როგორ ციკლში ხართ, იცით რომ აი ახლა მე ეს ყველაფერი უნდა შევძლო, ანუ ის უნდა გამოვიყენო, აი ესეთი ინფორმაცია და ენერგიები რომ მომდის. კიდევ რა ენერგიებში ხარ აბა მაჩვენე. აი გეუბნებით. ნახეთ, აქ ძალიან საინტერესო სამიანი კვერთხებია. ნახეთ, თავში შეფარებული აქვს ადამიანს. რა ვიცი, კაფე დავარქვათ, ჩაიხანა დავარქვათ, არ აქვს მნიშვნელობა. გარეთ წარღვნა, ელვა, ამბავი და ეს ადამიანი ელოდება, როდის ჩაცხრება ეს ყველაფერი, როდის დამშვიდდება ეს ყველაფერი. იმისთვის ახლა ფოტოების გადაღებას აი ამ აურზაურში აზრი არ აქვს, ხო, შეხედეთ და თან არ დაგავწყეთ, დააკვირდით ერთ პატარა დეტალს. აქ მეორე ფინჯანის დგას. ანუ თქვენ რეალურად მოლოდინში ხართ სხვა ადამიანის და ელოდებით იმ სიტუაციას, როცა მშვიდად რომ დალებთ ჩაის, მე ნახე ფოტოები ერთად გადაიღოთ. ახლა ვიღაცამ მაქედან შენ შემოგევლე კომენტარი არ დამიწეროთ, რეებს ლაპარაკობ. ახლა ასე ზედაპირული რომ არ ვარ, როგორმე უნდა მიხვდეთ, ვინც ხშირად მიყურებთ, ხო, ვინც პირველად მიყურებთ, გეტყვით რომ შეგნებულად აღწერე ეს ყველაფერი, რომ გადატანითი მნიშვნელობით მიხვდეთ რას ნიშნავს, ხო? ანუ აი ამ აურზაურში ფოტოების გადაღება ლოგიკური არ ღირს და ეს დადებულია და ეს ჩაისმიერთმევს, რომანტიულად აქ სანთელი ცუნთია, ელოდება სხვა ადამიანს. თქვენც აი მოლოდინში ხართ რაღაცა სიტუაციის, რომ რაღაცა უნდა გადაიაროს და რაღაცა კარგი პერიოდი უნდა შეარჩიოთ თქვენი რაღაც გარკვეული მიზნებისთვის. კიდევ რა ენერგიებში ხარ აბა მაჩვენე? ექვსიანი თასები. ну, თვითონ არკანითას მიხვდებით, რა არკანი გვიტევს, ხო? ესეთი მიმდობი, დასაყრდენი მხრები, ხო, იყავი ჩემთვის მხრები დაახლოებით ეს მომენტი რომ არის. ну, რა ენერგიებში ხართ? რაღაცა ძალიან ისეთი ემოციური მომენტები გაქვთ, არ ვიცი, ვიღაცისგან საჩუქარს ელოდებით, თქვენ უკეთებ საჩუქარს, ვიღაცას თქვენ იმედი აქვს, თუ თქვენ გაქვთ მისი იმედი, მაგრამ ну, ყოველ შემთხვევაში ცალსახად, ანუ თუ კლასიკურ დასტებში არის ხოლმე უფრო ქველმოქმედება რაღაცა ესეთი მომენტი, ექვსიანი თასები აქ რაღაცა ქველმოქმედება რა, ხო, ну ქველმოქმედებთან მასთანაც
სისავსესთანაც და ასე შემდეგ თუ ასოცირდება ხო რაღაც გარკვეული ტიპის დასტებში აქ ცალსახად ისეთი ძალიან ემოციური მომენტები გვაქვს. კიდევ რა შემიძლია ვთქვა თასების 6-იანით ხო მეტი არაფერი მქონი საკმარისად მიმიხვდის ყოველ შემთხვევაში ის თქმაც მინდა ხო და კიდევ რა ენერგიებში ხართ აბანაჩვენე მეგობრებო აქ ცოტა განსხვავებული იმპერატორი ყავს და რატო გეტყვით დააკვირდით იმპერატორი კი ზის თავის ტახტრევანზე მაგრამ ეს ტახტრევანი არც მეტი არც ნაკლები აი თითქოს ფესვებიანად ამოგლიჯესო ხო რაღაცა ხეში გამოკვეთილი სკამი ასე ვთქვათ ანუ რას ნიშნავს ეს თითქოს აი მოგლიჩეს ფესვებიანად ადამიანი და სხვა გადაიყვანეს. თითქოს ადამიანი მის ანუ აი როგორი მომენტიც ემიგრანტი მიწას რომ წაიღებს თავისთან თავისი სამშობლოსი და მაინც თავისი მიწა რომ აქვს გულთან ან ფეხსაცმელში არ აქვს მნიშვნელობა ხო ასეთი მომენტია. თითქოს აი როგორი იმპერატორია იცით ფესვები ზოგადად ხო იცით რომ ყველა ცოდნის, ყველა სიღრმის, ყველაფრის საწყისი აი ამასთანაც ასოცირდება ეს ყველაფერი. მაგრამ ადამიანი თითქოს რაღაცას მოწყვეტილია. ამავდროულად აქ ნახეთ უკვე ჩონჩხი არ ამცდო თავი, ჭედილის ჩონჩხია ხო გამოგებული აქ. ანუ თითქოს რაღაცა მსხვერპლშეწირვა გამოიარა, თითქოს რაღაცა პერიოდი გამოიარა. არ არის აქ ეს სტანდარტული იმპერატორის არკანი და რაღაცა თქვენის ენერგიები გაქვთ, რაღაცას მოწყვეტილი, აი რაღაცა თქვენს ადგილას რომ არ ხართ. არადა იმპერატორი რა არის, ხო ძალიან კეთილი, ძალიან დადებითი, ძალიან სწორი ადამიანი, მმართველი, თან ძალიან სამართლიანი მმართველი, ხო და კიდე ერთი არკანიც რა ენერგიებში ხართ და ნუ რაღაცა ოცნებები და ილუზიები ისევ მიფიქსირდება. აკეთ ბატონებო თქვენ. კარგით. და ვნახოთ ახლა მთავარი კითხვა. რა ენერგიები მოდის? რა ენერგიებს გპირდებათ, ხო? სამყარო. აბა ვნახოთ რა ენერგიებს გპირდებათ. 6-იანი. კვერთხები, დევილ. ხო. დედა. და ძალიან კარგი, მშვენიერი. ესე იგი, მეგობრებო, რას გპირდებათ? რა მოდის თქვენთან? ძალიან მაგარი მოემზადეთ. ესე იგი, ვიღაცა ამოგიღოთ აშკარად მიზანში, ოღონდ კარგ მიზანში ამოგიღოთ ვნებების, ცეცხლების, ბედნიერების, სიხარულის მიზანში და ელოდება დროს, როდის გამოჩნდებით, რომ ეს კუპიდონის ის არის პირდაპირ გესროლოთ თქვენ, ხო? სასწაული მიჯაჭვულობა, რაღაცა ისეთი სექსუალური ქარიშხლები, ცოტა ისეთი ძალიან მაღლა აწეული ემოციური ფონი. არ ვიცი, შესაძლოა ვინმე ხელიც გთხოვოთ არ გამოვრიცხავ, მაგასაც პენტაკლების დედოფალია, ან უბრალოდ მართლა დედოფლად გაგრძნობინათ თავი, ხო ისეთი სისავსე მოვიდეს, ან დაწინაურდეთ სამსახურში ესეც არის, ხო, ან რაღაცა ფინანსური მომენტები ძალიან გაგიუმჯობესდეთ. რას გპირდებათ, ხო, ახალ შანსებს და ახალ შესაძლებლობებს, ბედის ბორბალით ცალსახად, ილუზიებიდან გამოსვლას და თქვენი ბლოკების მოხსნას, რასაც ხო ხედავთ, საკუთარი თავის გამბლოკვას, ასე ვთქვათ და ვარსკვლავი. ფანტასტიკური არკანი. გიждები ამ არკანზე ამ დასტაში. დააკვირდით მეგობრებო. ქალს გაშლილი აქვს ნოხი, ჩაისასხამს, აქ არის სანთელი და მეორე ფინჯანიც დგას. ანუ აქაც მოლოდინის რეჟიმია, ხო, როგორც იქ წეღან რომ თქვი. ანუ აქ ვეყავს სადღაც ვიღაცა რა
და აი ესაც მოვა და ამას მოუჯდება და ერთად ელევენ ჩაის. ყველა ვარიანტში გელოდებათ ძალიან კარგი რომანტიკული ურთიერთობები. მადლობა მეორე ვარიანტს და მესამე ვარიანტი. ნახოთ ვინ მომიბრძანეთ. რა გნებავთ და რამ შეგაწუხათ, ხო? აბა ვინახართ. მზე, ხო. ოხოხო და ოხოხო და შვენიერი არკანებია მეგობრებო. შვენიერი არკანებია. ვინ ხართ და ძალიან თავდაჯერებული, წარმატებული, აი არ ვიცი, ფიზიკურადაც, სულიერადაც ძალიან შემდგარი ადამიანი, რომელიც აი ნებისმიერ სიტუაციაში ხართ სასწაული ენერგიის მიმტანი, გადამდები ენერგია გაქვთ, გადამდები ემოციები გაქვთ, ხო? მზად ხართ ნებისმიერ დროს აი ესე ზარევით შემოჰკრათ ნებისმიერ სიტუაციაში, ხო და საკუთარ თავსაც და ხალხსაც და თქვენს განშრომლობასაც ამცნოთ რაღაცა ძალიან ისეთი დიადი. ნუ ყოველ შემთხვევაში მიჩვეული ხართ სასახად გამარჯვებას და ძალიან თავდაჯერებული ადამიანი. 7-იანი კვერთხებია სასწაულად საინტერესო ამ დასტაში მეგობრებო. თვითონ აქვს თავისი კვერთხები გადადებული და მდინარეზე უნდა გადასვა. ხო, ეს უკვე მისი უფლება აინდობა თუ არა თვითნაკეთხიიც, მაგრამ ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი ალბათ არკანი. ახლა ვერ ვფიქრობ, ესე ზუსტად არ ვიცი, არ მინდა მოვიტყუო, სადაც ესეთი ხიდის მომენტი აქვს კვერთხებს, ხო? არა ჩაკეტილობის, არამედ ესე გამტარის, ასე ვთქვათ, რომ რაღაცა წინააღმდეგობა მარტივად დაწლიოს. ნუ ნებისმიერ სიტუაციაში თქვენ შეგიძლიათ გამოსავლის პოვნა ესეთი ადამიანი ხართ და ნუ 4-იანი პენტაკლები სხვა შორის ცოტა ისეთი, არ ვიცი, ხელმომჭირნეთ შეიძლება იყოს, შეიძლება ცოტა რაღაცებს ანგარიშობდეთ და ანგარიშიანი ვთქვა. ანუ ბოლო რაღაცა ის დაცვის მომენტი, ანუ ყოველ შემთხვევაში იცით იმისი ფასი, რასაც მოიქონიებთ და იმისი მოფრთხილებაც, ასე ვთქვათ. კარგით, აბა რა ენერგიებში ხართ ახლა იქ მითხარით თქვენ მე. ეხლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? რა კარგი არკანებია. კარგით, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში მეგობრებო და არ ვიცი, სავსე ხართ ემოციებით, შეიძლება შეყვარებულიც ხართ. ესე იგი, წყალსაც დავლევ და სალამურსაც დავაკვნესებო რა, ნიჟარითო, მაგრამ ფეხი წყალში არ გიდგათ, ორივე ფეხით ხმელეთზე გახართ. ანუ რეალობას მოწყვეტილი არ ხართ, როგორც თასების მეფეებს შევიათ ხოლმე, მაგრამ ისეთი ძალიან სავსე, ძალიან ემოციურ, არის შევ ფინანსურადაც ძალიან კარგად ხართ ახლა ამ ეტაპისთვის, ყოველთვის ყველა მიმართულებით საკმაოდ სისავსეს განიცდით. ნუ ამასვე მეუბნება კვერთხების რაინდი, რომელიც აი ესე ბედნიერად მოცურავს თავის ძაღლთან ერთად და ესეთი ბედნიერ პერიოდს ატარებს, ხო? ხო არ ვიცი, შეიძლება თქვენ იყოთ, შეიძლება თქვენი პარტნიორი იყოს, ყოველ შემთხვევაში ან მოლოდინი გქონდეს ამისი. რა ენერგიებში ხართ, რაღაცას გეგმავთ, ცალსახად რაღაცა, ასე ვთქვათ, მიზნები გააქვთ, იცით რომ მზეს უმზირა მალე ჭკნება, მაგრამ გეგმა ისეთი გაქვთ, რომ მზეს უმზირიდან ზეთიც უნდა გააკეთოთ. უпростоრ მზეს უმზირაც გამოიტანოთ თავიდან, ყვავილიდან, ზეთიც გააკეთოთ და საჭმელიც მერე, ხო? ხო, ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხართ, რეალურად სტაბილურობისკენ ძალიან კარგად იხცვით, ძალიან აქტიურობთ, რაღაცა უამრავი შესაძლებლობები გაქვთ, არ ვიცი, უამრავი სიტუაციები გაქვთ, მაგრამ რაღაცა თითქოს თვითცენზურას უწესებთ თქვენს თავს. ნუ ისევ ჭარბობს ემოციები და კიდე ემოციები, ხო? ფაქტია, რომ რაღაცა დაკარგეთ, რაღაცა ხელიდან გაუშვით, რაღაცა გაფუჭდა და დგახართ ახლა და ფიქრობთ რა, როგორ რანაირად
უნდა გამოსწორდეს. და ვნახოთ ახლა ბოლო უნდა ყველაზე საინტერესო კითხვა რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. ხო, ცხრიანი პენტაკლები გვაქვს დასწესფანი მშვენიერი არკანი და ვნახოთ რა მოიჩქარის უახლოეს პერიოდში. ეს მომწონს, ძალიან მომწონს მეგობრებო, ესეც ძალიან მომწონს. ესეც ძალიან მომწონს. ოხ. რა კი არა ვინ და მერე ვინ თან ვინ კაცო. ესე მეგობრებო, ბიზონზე კი ვისაუბრებ, მაგრამ აქაც ვიტყვი ხო, იეროფანტის არკანით რა მოიჩქარის თქვენსკენ. სიმტკიცე, ძალა, სხვა საფეხურზე გადასვლა, ბიზონი კიდევ ერთხელ განმეორდები, თუ არ მოგისმენიათ, რომ ძველ მითებში, ლეგენდებში, მაგალითად ამერიკულ ტომში ძალიან პოპულარული ცხოველი იყო, ხო? ის ითვლებოდა ძირითად საკვებ წყაროდ და უამრავი ლეგენდა არსებობს მასზე და სიგაი ნებისმიერ სიტუაციაში რომ გადარჩებით კი არა, ბოლომდე დანაყრებულად იგრძნობთ ემოციურადაც და ისედაც თავს, ხო, ძალიან კარგი სტაბილურობა მოდის. ნუ ამასვე მეუბნება ერთი წამით აქ იხუპე, ხო, აი დედოფალი პენტაკლების, ხო, შეიძლება დაგაწინაურონ სამსახურში, შეცვალა რაღაცა უბრალოდ სხვა საფეხურზე გადახვიდეთ, ან დიდი რაღაცა თანხა მოიგოთ, არ ვიცი, პრემია მოგცენ, არ ვიცი, ხელფასი გაგიზარდონ. ამ სამყარო ძალიან ბევრ შანსებს მოგცემთ. ბედის ბორბალი ძალიან ბევრ შესაძლებლობებს მოგაწვდით ასე, უბრალოდ თქვენ ეს უნდა დაინახოთ, ხო? მოდის ვინ? ხმლების რაინდი, ძალიან მიყვარს ხმლების რაინდი, უზომოდ სწორი, მართალი, კეთილი, სამართლიანი, კი ცოტა აგრესიული და ცოტა კონფლიქტური პასაჟები აქვს, ცოტა ჯიუტი და თავდაჯერებული და ისეთი კავკასიელი ტიპაჟი კია, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ისეთი ტიპია რა. თან ნახეთ ერთ ხელზე არწივი უზის, მეორე ხელზე ცარიელი მშვილდის არის, ანუ არც ფიქრობს, რომ ის არის ის როლოს რა. არწივი და თავისი ძალაც ყოფნის. და აგერ ჩასაფრებული გველოდებათ კუპიდონს, როდის ესწრის ამისარს და ის არის კუპიდონი როდის გესრით, ასე ვთქვათ, ისარს და აგერ გვერდით როდის მოგიჯდებათ, ხო? აქ ვარსკვლავის არკანში ჩაისასხამს ქალბატონი და გვერდით ერთი ფინჯანი ცარიელია და გვერდით ყველა აქ არის და მაინც კარი ჰემას პინცელო დატოვებიათ ცარიელია ეს ერთი სკამი რა იცი ვინმე მოვიდეს გვიან აი დაახლოებით ეს მომენტია რა იცი კი არა და აქვია სადღაც ხო რა შემიკაი მოდი ორი არკანიც დავამატოთ ორი სამი არკანიც კიდე რა არკანი მოდის მაგრამ ფაქტია მაჩვენა ვინც მოდის და რაც მოდის და ახლა გავაკეთე აბა ნახოთ მოდის ის მომენტი რომ ზუსტად რასაც მიიღებთ ისევ გაუფრთხილდეს ისევ მოიფოფინოთ ხო და არავის დაუთმოთ ეს მომენტი და სამიანი პენტაკლებით რა არის შესაძლებლობები რაღაცა გარკვეული ყოფდა ნუ აი ამითი ვასრულებ შეყვარებულების არკანი აქ არჩევანს არ ნიშნავს აქ არის ცალსახად სიყვარულის ემოციის ინტიმის და არ ვიცი ნების და ყველაფრის არკანი. მადლობა მესამე ვარიანტს წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო. მადლობა ნდობისთვის და რა ვიცი. დამიწერეთ კომენტარებში რა თემასთან დაკავშირებით გსურთ სამომავლოდ ჩაწერა. მადლობა.